თუ უტრიალებთ და თუ გაინტერესებთ, გაიხსნება ხომ? ამიტომ ვთქვი პირველი ორი თავი ეს შესწავლა და ძალიან კარგი შესწავლა უკვე ეს არის გარანტია შემდეგ კარგად რომ შეხვიდე და გაიგო. თუ ჯერჯერობით კიდე არის დაბრკოლება, ისევ შეგიძლიათ თქვენ დაბრუნდეთ მაგ თავთან, იტრიალოთ, კიდე უტრიალოთ, სანამ თქვენ ცნობიერებაში ამას არ ჩატებთ. ჩემთვის ეგ ადგილები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ვაიცი, ბიბლიაში მე არ არის ადგილი პრობლემას წარმოადგენს ჩემ ცნობიერებისთვის. შეიძლება პრობლემა იყოს როგორ გადმოვცე სხვას, როგორ გავაგებინო, ლოგიკურად როგორ ჩამოვასხა. მე ის კი არ მაინტერესებს, ხა ლოგიკურად ჩამოვასხეს და ტრაქტატი დავწერო. ჩემი ცნობიერება გული როგორ არის ჰარმონირებს თუ არა ჩემი გული და ჩემი გონება ერთმანეთთან გამიგეთ. მე ასე უყურებს საკითხს. ნუ არიან ხალხი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ეს, იქ რა წერია ტექსტებზე მუშაობენ, გადმოვალ და კათედრაზე შესკუბდნენ და სხვას მოუყვნენ რაღაცები და არც კი ფიქრობენ ის გაიგებს კი. ჯობია მეშვიდე მერვე თავსაც დაუბრუნდეთ და ხო გითხარით 11 თავი ეს არის მუდმივი ტრიალი და ეს დაბრკოლებები, რომელიც შეიძლება პირობითად გამოწვეული იყოს ამ 11 თავის კითხვაში, სულ უნდა ვიტრიალოთ და მოხსნათ ეგ. მე უკვე გაინავარდებ. მე ადვილად იხსნება ყველაფერი. ამიტომ არის აი კარგად უნდა შემოვიდეს ჩვენ ცნობიერება სამყაროს შექმნა. ჩვენ გავეცანით ესე იგი სამყაროს შექმნას. მე აღთქმას 64-ში, შემდეგ ცოდვა დაცემას. და თანდათანობით რომ მოდის მე ნახეთ, ბევრ რაღაცები უკვე გაცნობილი არის ჩვენს მიერ და თუ გაურკვევლობა არის, თუ რაღაცა დაბრკოლება ჩვენ თავში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიბლიაში დაბრკოლება ჩემშია და აი მოვაწესრიგოთ. ბიბლია კი არ გადავაკეთოთ, ჩვენ გადავკეთთეთ. ბიბლიაში და რაც არის მოცემული, იმას უტრიალოთ და გაიხსნება. მე კიდე გელაპარაკებით როგორ მესმის ეს. ესე იგი, მე ბიბლიას კი არ გასწავლით. როგორ მესმის ბიბლია იმას გასწავლით. ეს უფრო სწორი არ არის. ბიბლია თქვენთან ისწავლეთ და მე თქვენ მელაპარაკეთ როგორ გესმით. და რა პრაქტიკული სარგებლობა მოაქვს ამას თქვენს. ჩემთვის ეგ არის ცოდნა და პრაქტიკული სარგებლობა. რაც აგრერიგად მჭირდება ცხოვრებაში. ესე იგი, აი ამ 11 თავში უფრო მეტად პროზაული ისენი შემოდის, უკვე მოდის 4 პატრიარქის ცხოვრება. ამოცანა არის როგორ გავიგოთ თავარი ჭეშმარიტებები. თავარი ჭეშმარიტებები ბიბლიაში არის იმდენად უბრალოდ გადმოცემული, მეტი რო არ შეიძლება. გადავიდეთ, აბა მეშვიდე მერვე თავი წავიკითხოთ ახლა. თავი მეშვიდე. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურ, რადგან მართავკაცად გცანი ჩემს წინაში ამ თაობაში. ყოველი წმინდა პირუტყვისგან 7 წაიყვანე, მამალი და დედალი. უწმინდური პირუტყვისგან 2, მამალი და დედალი. ცის ფრინველისგანაც 7, მამალი და დედალი. რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე. რადგან 7 დღის შემდეგ 40 დღესა და 40 ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარხოცავ მიწისპირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა. 600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ქვეყნად. შევიდნენ ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნენ წარღვნას. წმინდა პირუტყვი და უწმინდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში. დედალ მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის. 7 დღის შემდეგ მოვიდა წარღვნა ქვეყნად. ნოეს ცხოვრების მე-600 წელს, მეორე თვეს, თვის მე-17 დღეს, ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ სათა სარკმელები. აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი. ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების 3 ცოლი. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად, ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა. მოვიდა დედალმამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის და დაუგმანა მათ კარი უფალმა. 40 დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და ასწია კიდობანი. მოექცა იგი მიწის ზემოთ. გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში. 15 წრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაიფარა მთები. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძროდა ამ ქვეყნად
ფრინველი, პირუტყვი, ხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი და ყოველი ადამიანი. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო. ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. მატულობდა წყალი დედამიწაზე 150 დღე. თავი მერვე. გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაღუდა წყალი. დაიგმანენ უსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები და შეწყდა წვიმა. თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა 150 დღის ბოლოს. მე-7 თვეს, თვის მე-17 დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი. თანდათან იკლებდა წყალი მე-10 თვე. 40 დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული. გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო თუ დაიგო წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მობრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე. გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. 7 დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და აჰა ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე რომ დამწყდარიყო წყალი დედამიწაზე. 7 დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი. აღარ მოbrunებულა იგი მასთან. 601 წელს, პირველი თვის დამდეგს, დაშრა წყალი ქვეყნად. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა გამშრალია მიწისპირი. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანეს შენთან ერთად, მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავდნენ ქვეყნად. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავთავისი გვარის და მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიკეცი. ვიდრე ქვეყანა იქნება, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება. ეს ორი თავი, ხედავთ მე-7 და მე-8 მოусმინეთ, ესეც ძალიან ერთ-ერთი რთულ ადგილად არის ბიბლიაში მიჩნეული. რთულად, იმიტომ რომ აქ ზღაპრის იმას გადმოცემს თითქოს, ხომ? და ძალიან ბევრი ცდუნდებიან ამ მე-7 მერვე თავის წაკითხვის დროს, კავშირდებენ უამრავ ლეგენდებს, უამრავ რაღაცებს, პარალელებს ეძებენ. ყოველთვის ადამიანის თავი მიდრეკილი იქითკენ არის, ოღონდ ღმერთს დაშორდეს და ყველაფერს გააკეთებს, ხომ? და როცა ჩვენ ახლა პირველი 2, 3, 6 თავი კარგად გავეცანეთ, ბუნებრივი ლოგიკური შედეგი იმისა, რაც წინა თავები მოგვითხრობენ, ეს არის მე-7 თავი. წარღვნა, აქ გებულობთ ძალიან კარგ რაღაცებს, ესე იგი, უშუალოდ იმას, რომ ღმერთი როგორ მონაწილეობს, კარებს კეტავს თვითონ ღმერთი. მერე ხაზგასმით არის და ბევრჯერ ფიგურირებს აქ რიცხვები. თუ მიაქცეთ ყველა და 7, 40, ეს მერე მთელ ბიბლიაში წითელზოლად გაზრდებს, 7, რატომ 7, მერე 2 წყვილი. ძალიან ბევრს კამათობს იმაზე, რომ როგორ შეიძლებოდა ესეთი რაღაცები დატოვებული და დატეულიყვნენ ამ იმაში გემში და თუებელია ის რაც მანდ აღწერილია, რომ ფაქტობრივადაც მომხდარიყო და ეჭვის შეტანა მანდ გამორიცხული არის. ვინც კარგად ჩაუჯდება ამას, შეისწავლეს ამდენია მონაცემები კიდობნის ზომისა, სიგრძისა, სიგანისა, სიმაღლისა, იარუსებად და ამაზე გრაფიკული ისენიც არის. მაშინ ეჭვიც უნდა გაიფანტოს იმის, რომ შეუძლებელი მანდ არაფერი არ არის. და უცნაური ის არის ეს ცხოველები
როგორ შევიდნენ, ხო იქ პატარ-პატარა ესენი შეიყვანა. დიდები რა საჭირო იყო, პატარ-პატარ დააკაკეთ, აიღებ დედალს, მამალს, ორ-ორს, კარგად არის მათ ხაზგასმული ეს და მერე უკვე ლევიტელებში, უკვე როცა წავა რიტუალების, თქვათ, ინსტრუქციების მიცემა, აი აქედან მიხვდებით ბევრ რაღაცეებს, ეს თუ კარგად დავიმახსოვრეთ ჩვენ. პირველი სამყარო სიცოცხლე წაიშალა, დარჩა მხოლოდ 8 სული, მიაქციათ ყურადღება 8 აღორძინებას უკავშირდება აღდგომას, ხო, 7 სრულყოფილებას, ხო, მაგრამ 8-ც ფიგურირებს მათ, კოდობანში 8 სულია. 7-ც ფიგურირებს მათ, 40-ც ფიგურირებს მათ, იცით 40 დღე მოსე, 40 დღე თქვათ შიმშილობა იესო ქრისტესი. ეს ტყუილა არ არის არაფერი. ეს მივაქციოთ ამას ყურადღება. ხო, პროზაულად ძალიან კარგად არის აღწერილი ყოველივე იმის მერე, რას 120 წელი ღმერთმა გადამოხედა ამათ სამყაროს და თქვა, რომ მოდი კიდე 120 წელს მივცემ დროს და მე დიდხანს არ დარჩება ჩემი ეს, თქვათ, მოთმინება იქნება ეს თუ სიყვარული ამათან, რისხვაც დაატეხავს. 120 წელი კიდე იყო, თქვათ, მათუსალას არ დაცვალებამდე, მათუსალა მოიხსენებათ ეს სახელი ისეთია მათუსალა, რომ ყველას უნდა ცოდნოდათ, რომ ამის გარდაცვალების მერე აუცილებლად რაღაცა მოვიდოდა წარღვნა. და ყველა ადამიანი რო უყურებდა ამას, ამხელა ის არის, ხო, წყალობა, რომ 969 წელი ეს მათუსალას ასაკი არის, კიდე ითმეს ღმერთი ამ აღვირახსნილობას და უღმერთობას. და როგორც კი მან მათუსალა გარდაიცვალა, ეს უკვე ცოტა ხნის მერე დაიწყო წარღვნა. ეს საჩინო იქნებოდა და განცხადებული ნოესათვის. მიუხედავად ამისა, ნოე გადაგებს კიდევაც ამას ადგილი აქვს მე ახალ აღთქმაში, მაგრამ ხალხს არაფერი არ ესმის და ყოველივე ამის მერე ნოე კიდობანს აშენებს ღმერთის მითითებით და რაოდენ სასაცილოდ გამოჩნდებოდა, ვთქვათ, ნოეს ეს საქციელი, კარგად არის ილუსტრირებული მხატვრულ წარმოდგენებში, როგორც არის ფერწერა. აღორძინების ეპოქის მხატვრები ვიხატავენ ამ სურათს, როგორ დაცინეს ხალხი, მიდიანიკა, ღრეობენ, ბოთლი და განსაკუთრებით კულმინაცია იყო, როდესაც შევიდა ყველა კიდობანში, მთელი ოჯახობა, ღმერთმა დაკეტა კარები, კარგად პირდაპირ არის ეს, რომ ღმერთმა დაუკეტა კარები, უცნაურია, ხო? და 7 დღე შესული არის ხალხი და ელოდება წვიმას. ხალხი კიდე იცინის ალბათ, იცი, გავიდა 1 დღე, მეორე დღე, გახსოვთ ალბათ უკვე თუ ვისაც წაკითხული აქვს იმათვის გახსოვს, იეროხიმის აღება რამდენჯერ შემოუარეს აი ამას მეომრებმა, ხომ, ისუნავინის ხელმძღვანელებს. იჩუდეს იცი? მას ხო დღე არ უთქვია წინ და წინ, რომ 7 დღის მერე მოგივლენ წვიმასო. შევიდა ისა იქ. გავიდა 1 დღე არაფერი, გავიდა 2 დღე არაფერი, გავიდა 5, 6, მე-7 დღეს, ხო? და დაიწყო. საინტერესო არ არის აღწერილი ოჯახის ისტორია დაეჭდა. ნახეთ, გამოტოვებულია ბევრი რაღაცეები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იცით, თქვენ რა მოგივიდოდათ მაგალითად, აი რწმენის კაცი რომ არ ყოფილიყო, ნოე, დაექვემდებარებოდა ესე ამას და მით უმეტეს ცოლიც მასხრათ არ აიგდებდა ანშვილები. რა შეგვიყვანია და ხალხი კიდე გარეთ კიდე ღრეობა არის და დაცინვა და საცინლად იგდებენ, აი ნახე წყალი არ არის, არაფერი, რაოდენ სასაცილოა მართლა. კაცი, როდესაც ჩვენ ხედავთ, არ წვიმა მოდის, არაფერი, რაღაცა აშენა, შევიდა ცოლშვილით და არ იტყვი გიჟიაო. და მხატვრებმა ეს კარგად დააფიქსირეს სხვათა შორის, ხო, ილუსტრაციისათვის. მაგრამ ნოეს და სასიხარულოდ, თუ ეს სიხარული არის და მათ და სამწუხაროდ ვინც იქ დარჩა, ღმერთის სიტყვა შესრულდა. წარღვნა დაიწყო. დაიწყო წარღვნა და ამას ნოე ვერ უყურებს. აქაც გულმოწყალება ღმერთისა, რომ რა სასიამოვნო პროცესია, ახლა რამდენი ნაცნობი ეყოლებოდა ნოეს მეგობრები, ნათესავები, ამოწყვეტილი ხო არ იქნებოდა, ხო, მაშინ გამრავლება რა დონეზე იყო და გული გაგიძლებდა. ნახეთ, ღმერთმა დაუკეტა კარები და ვერ გააღებს. ვერ დაინახავს ვერაფერს. რა ხდება გარეთ? გარეთ კი ხდება საშინელება, ხომ? ასე დაყვეს მათ რამდენი ხანი კიდობაში. რამდენი ხანი, ესეც კარგი წინა სახი არის კიდობანი, მეგობრებო, რომ ცოდვის გამრავლება რო იწვევს აი წარღვნას, იქ მართალი კაცი, მართალი ნოე უნდა გადაარჩინო, ხო? და ეს რწმენის მომცემია ქრისტიანებისათვის. დედამიწის ისტორია არ დამთავრებულა და წინ ძალიან ბევრი კატაკლიზმები ელოდება დედამიწას. და ქრისტიანებმა რა ქნან? ხო, რა ქნან? შეერიონ ამ ვიგინდარებს, ქრისტეს მორწმუნეები, რომლებიც რწმენის აბელის გზას ირჩევენ და ამ ცხოვრებაში აგრძელებენ ცხოვრებას ნოესავით, აბელივით, რა ვქნათ ჩვენ? აი, ერთი კარგი ოპტიმისტური ის არის მანცახე. ქრისტიანებს არაფრის შიში არ უნდა ქონდეთ, რაც არ უნდა დაიწყოს, ქრისტიანი ისევე მოშორებული იქნება ცოდვას, როგორც ნოე იქნა კიდობანში მოშორებული ამ ცოდვას. და ეს წითელ ზოლივით მე კიდე გაზდევს მთელ ბიბლიას და ახალ აღთქმაშიც ჩვენ ამას უყურებთ. ჩვენ გველოდება წინ
პლანეტას ელოდება კატასტროფები. პირველი კატასტროფა ჩვენ წავიკითხეთ ძველ აღთქმაში, ეს არის წარღვნა. მეორე ისეთი კატასტროფა არ იყო, რომ ადამიანები დახოცილიყო, ეს იყო ბაბილონის კოშკი გოდოლი, სადაც ადამიანები გაერთიანდნენ და რაღაცა ამბიციებით ღმერთის გატოლება დაიწყეს, ენების აღრევის შედეგად ადამიანები გაიფანტნენ და დედამიწაზე გამრავდნენ, ხო? მაგრამ ესეთი კატასტროფა ამდენი ხნის მანძილზე, რაც დედამიწა არსებობს, რაც წარღვნაშია აღწერილი, მსგავსი არ ყოფილა. ეს იყო საყოველთაო კატასტროფა. და სავარაუდოდ 6-დან 10 მილიარდამდე კაცი გაწყდა. რას სისასტიკეა რა? ამიტომ რო კითხულობს ადამიანები, ეს რა არის, ეს როგორ შეიძლება და გოგული შეეძრათ. და მათ არ უნდა დაფიქრდნენ, იცი რომ არაფერი სისასტიკე აქ არ არის. ადამიანი თვითონ იჩევს ცხოვრების წესს და თვითონ გამოაქვს განაჩენი თავის საკუთარი თავისთვის. ჩვენ უნდა გვახარებდეს ის რომ სისასტიკე კი არ არის მოსიყვარულია ღმერთი და სამართლიანი და ამ სიბინძურედან ერთი ოჯახი გამოიყვანა და დასაბამი გამრავლებას ისევ ამ ოჯახიდან მიეცა. სემი, ქამი და ერთი კაცობრიობა დაიღუპა. იწყება ისევ ახლა წრე თანდათან იზღუდება და ბოლოს დავა ერთ ოჯახზე, ერთ ერზე და მანდედან მოდის იესო. ნახე ახლა ვინც მეორე ხარისხოვანი იყო გადის სცენიდან. კაინის შტო და ისინი გადიანის ოჯახები, აი ჩამონათვალი რო არის გენეალოგიაში, მე-5, მე-4 და ხო გახსოვთ ეგა? იმაზე აღარაფერი აღარ არის, რა მოუვიდა იმათ. უკვე მთელი სიმძიმის ცენტრი გადადის უკვე ნოეს 3 შვილზე, სემი, ქამი და იაფეთ და განსაკუთრებით სემიტელებს. იაფეთიც მოიხსენიება მანდ. ქანაანიც, რომელიც უკვე შვილი არის ეგ ქამის, ქანაანიც, სადაც უკვე შედიან ისინი მერე უკვე აბარამთან რო ჩამოვალთ ხომ? საინტერესო სურათები არის, მეგობრებო, თუ ამას სწორი რეალისტური გონებით შევხედავ და არაფერი მანდ მითოლოგიური არ არის, თუ ზღაპრული გაქვთ ცნობიერება, ზღაპრად აღიქვამთ. თუ რეალისტურია თქვენი ცნობიერება, რეალისტურად აღიქვამთ. ეს დამოკიდებულია ჩვენი ცნობიერების, თქვათ, ხატებზე. თუ გაბატონებულია თქვენში ბავშვობიდან ზღაპრები, რა თქმა უნდა ეს ზღაპარია. მე ყველა ზღაპრული წინასახეები ჩემს ცნობიერებაში გამდევნე. ჩემთვის ეს რეალური ამბავია, ისე როგორც 1000-ნაირი კატაკლიზმები დღეს დედამიწაზე ფერიეს, ხო? შუქების გამორთვა, საშინელი სტიქიური უბედურებები, წარღვნები, ლოკალური, ხო რა თუ ლოკალური. რა ზღაპარია? ზღაპარი იყო იქ რაც მოხდა. ახლა არაფერი ზღაპარი არ არის ჩემთვის გამიგეთ, ისეთ რეალისტურად აღწერილია და გამოყენებულია უბრალოდ ის ენა, მაშინ რო იყო გაბატონებული და ძალიან რეალისტური სურათია. ესე იგი, უნდა მოვიდეს თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ, კოკისპირული წვიმა. წვიმას შედეგად ვიღაცებს არ ჯერათ რომ წვიმა მოვა და ზოგ არ ზღაპარი. ან რა არის ზღაპარი რომ ცხოველების, მამალი და დედალი ცხოველების შვიჩვიდი თან შევიყვანო იქ. პატარ-პატარები. არ არის საჭირო დიდი ზოგი იძახის, როგორ შეიყვანდა ამ ხელა ტყუილია ესო, იმ ხელა დინოზავრები და პატარა იყო, რატო დიდი. პატარები. სად დიდი ძაღლი და სად პატარა ლეკვები შეიყვანა იქა, ხო? სავსებით, როცა უნდა კაც გაიგოს, გააგებინებს ღმერთი. როცა აღირებული ხარ, ვერაფერს ვერ გაიგებ. მერე კიდობანი არის ტიტანიკას ხელა, უფრო დიდი კიდე. თუ კარგად გიფიქრიათ ამაზე, გაგიზომიათ, შეგისწავლიათ. ნოეს კიდობანის ზომები. დაბადების მე-6 თავი, მე-14 მუხლიდან მე-16-ს ჩათვლით. გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან. ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან. და ასე გააკეთე იგი. კიდობნის სიგრძე 300 წრთა, სიგანე 50 წრთა და მისი სიმაღლე 30 წრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ჩამოაცილე 1 წრთაზე ზემოდან. გვერდზე გაუკეთე კარი და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე მას. წრთა ძველებური საზომი ერთეულია, რაც დაახლოებით 9 მეტრს წარმოადგენს. ამგვარად, ამ გამოთვლებით კიდობნის სიგრძე დაახლოებით 130 მეტრი იყო, სიგანე 23 მეტრი და სიმაღლე 14 მეტრი. კიდობანს ჰქონდა 3 სართული, საერთო ფართობით 8900 კვადრატული მეტრი და დაახლოებით 40000 კუბური მეტრი მოცულობით. მასალა იყო ხე-გოფერი, რომელიც ფისით იყო დაფარული შიგნიდან და გარედან. გოფერი იყო ყველაზე მკვრივი და მტკიცე ფისოვანი ხის მასალა, რომელიც ყველაზე ნაკლებად ექვემდებარებოდა ლპობას და ჭიაჭამისგან დაცული იყო. კიდობანს ჰქონდა სარკმელი, რომელიც ზემოდან იყო ჩამოცილებული დაახლოებით 52 სანტიმეტრზე. და არაფერი მანდ ზღაპარი არ არის და შეუძლებელი, რომ ეს ჩავთვალოთ იმათ, რომ ეს არის ფანტაზია არის. რეალურია სურათი.
წარღვნა უნდა მოვიდეს, ერთი ოჯახს აქვს უფლება გადარჩენის ღმერთი აკეთებს, დაიწყებოდა წვიმა, როგორც მიწისქვეშეთიდან, ისე ზემოდან და არ გადაიღო ამ მთელი 40 დღე, მიდის და მიდის ეს დონე ზღვისა იწევს ზემოთ და ხალხი შველას ითხოვს. იხოცება ყველაფერი. ადამიანთან ცხოველებიც. ცხოველები ხომ? ყველა კი არ შეუყვანია იმას. პატარ-პატარა არჩია იმან და რომ გამრავლდეს მერე. აი როგორც თავისი ოჯახიდან გამრავლება დაიწყო ადამიანებმა, ასე იმ ცხოველებიდან გამრავლდა ისე ვიზი ყველა თავთავის და გვარის მიხედვით რო იყო ჩამოთვლილი მანდა. ღმერთს ყველაფერი შეუძლია ხომ? ეგ კარგი წინასახი არის. კერძოდ რაც ელოდება დედამიწას, დედამიწას ელოდება ცეცხლში დაწვა. დედამიწას ელოდება კატაკლიზმები ანტიქრისტე რომოვა. ეგ მოგონილი იქნება ის კატაკლიზმები, რაც მერე ელოდება დედამიწას და რაქნას ვთქვათ ამ პერიოდში კაცი ვინც დახვდება მორწმუნე, ისეთვე ხსნილი იქნება და გადარჩენილი როგორც ნოე და თავის ოჯახი. ასე რომ ქრისტიანთვის ეს დიდი რწმენის მომცემია. კიდობანი არის იესო ქრისტეს წინა სახე. იესო ქრისტესთან ვინც არის ადამიანი, ყველა კატაკლიზმებს და ყველა იმას გადაურჩება. არანაირად პრობლემა არ არის. ლაპარაკი არ არის ფიზიკური გადარჩენაზე. ლაპარაკი არის სულიერ გადარჩენაზე. ფიზიკური გადარჩენა რაც არ უნდა დიდხანს დაყოთ დედამიწაზე, მაინც უნდა გახვიდეთ, იმიტომ რომ ყველა გარდაიცვალა. და არის აღდგომა. და დედამიწაზეც თუ მიცემულია ჩვენთვის რაღაც დრო გაჩერებისა, ხელშეუხებელი იქნება ესეთი ადამიანები. ისევე როგორც ნოე იყო ხელშეუხებელი, დაცინოდნენ, ვინც ის არ არის ნათქვამი ოჯახის წევრები დაცინოდა თუ არა, ჩვენ არ ვიცით, არა მგონია. და ეს 800 გადარჩა. 800-დან დაიწყო გამრავლება. პირველი კაცობრიობა, აი პირველი კაცობრიობის გამრავლება დაიღუპა ეს. ტრაგიკულია ხო მართლაც აი ნახეთ, მაშინ არ იყო წესები, არ იყო გამორჩეული ერთი ოჯახი და თანდათან დაწერე, როგორც ვთქვი, იზღუდება. და ჩამოდივართ მე უკვე საინტერესოა მე და მე უკვე აქეთ მე-9 თავში უკვე თანდათან გენეალოგიის იმაზე რომ ჩამონათვალიერო და გვარებს და უფროსორია სახელებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. თარარო გამოჩდება, მე მისი ოჯახი შვილები, მე უკვე აბრაამზე რო დავდივართ. და მე-12 თავის კარები ხსნება აბრაამიდან. და უკვე აღთქმის დადება აბრაამთან. ნოესთანაც დაიდო აღთქმა, რომ არასოდეს წყლით აღარ გაანადგურებს დედამიწას, ეს ნამდვილად ეგრეა და ნიშნად ცისარტყელა არის დადებული და აქაც შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, გაიღიმოს და ამიხსნას ფიზიკური კანონებით ეს. მე პირადად ეს ამაზე მეც მეღიმება სხვათა შორის. არანაკლებად ვიდრე იმათ. ჩემში რაც მოწესრიგებულია ღმერთის მიერ სხვას არაფერი ჩემთვის მანდ არ არის ზღაპარი. ზღაპრებს რო იკითხავ მთელი ბავშვობა, ზღაპრის სახეებით ხარ გაჯერებული და ისე წაიკითხავ ყველაფერს ხო? ეს რეალურია ეს ყველაფერი. ძალიან რეალური, ისტორიულ, კონკრეტულ გარემოში ხდება მოვლენები. და კერძოდ, ყველა ცოდვილი. აიხოცნენ, აი გარეცხა, არ ვიცი ჩვენ სად წავიდნენ, როგორ წავიდნენ. მე ეს არ მაინტერესებს, ბიბლია მას არ გვეუბნება. ჩვენ არ ვიცით იმათი ბედი. ეს არის მთავარი რომ იმათ გავყვე. მთავარი არის გავყვე იმას, ვიც სიცოცხლე ეს ნოეს ოჯახს გავყვე უნდა. მე იქიდან არ გავყვევი მე ვთქვათ ქანაანს და იმას გავყვევი სემიტელებს, იმიტომ რომ ქრისტეს მოსვლას ელოდა რამდენად სამართლიანია, ხო? და დანაპირები უნდა შესრულდეს. აი სწორედ ღვთის სიტყვა მოცემული ბიბლიის სახით ჩვენ იმიტომ გვჭირდება, რომ ეს არის დოკუმენტი ღმერთის შესამეცნებელი. რათა დაასრულების პროცესში ჩვენში მოხდეს დაბადება. საერთოდ სიმბოლურია, როდესაც მთლიანად ბიბლიას დაამთავრებს კაცი და უკვე უტრება, უნდა დაიბადო. მაგის ამოცანა ხო ეს არის. ესე იგი დაბადება რა იგულისხმება, ხო იცით? ახალი ადამიანი წარმოიშვა შენში, რომელსაც ურთიერთობა სწორია ღმერთთან. და გააგრძელო ცხოვრება. რატომ ამას ეს თავზე ნაცრის წაყრა, დოქტრინების კითხვა, ციტატები გაუთავებელი, წმინდა მამა მეს რატომ ამას ეს გადარია, ვინც დღეს ეკლესიის ორგანიზატორები არიან. ერთნი სხვის დაწერილ ადამიანის დაწერილებს გვახვევენ თავზე, ან ფილოსოფოსებისას, ან თეოლოგებისას, მეორელი პროტესტანტები ბიბლიას გადაგებენ. იმათ ისინი არ წერენ, მაკარტურს ბიბლია კი არ დაუწერია. რაც არის დაწერილი მისაც იმ გაგაგებინებს ვერაფერს, ეგეც ტყუილი არის. ანუ დევს აგერ დაადეკი შენ თვითონ დახარჯე დრო ამასთან და გაგაგებინებს რაღაცას ღმერთი აბა ისე როგორ დარჩებით. რა არის მანდ გაუგებარი? მაგალითად აი ახლა რო ვილაპარაკ, აღწერილია სურათი. აი რა არის გაუგებარი? როგორ შევიდნენ კიდობანში? აი ხელახლა წავიკითხოთ თუ გინდათ. რა არის მანდ გაუგებარი? მიუღებელია. ეს გეთახმებით. ძალიან ბევრისთვის მიუღებელია. გეთილდა პატიოსანი, ვისთვისაც მიუღებელი იყოს. ძალით ხო არ მივაღებინებთ ახლა ადამიანს, ხო? ამიტომ არაურიოთ. გაუგებრობა მიუღებლობაში. ბიბლიაში გაუგებრობა უფრო ნაკლები არის. უფრო მეტი არის მიუღებლობა. ამიტომ არ ეძახის ადამიანი რომ მიუღებელია. აი გაუგებარია და ეძებს გაუგებ. თითქოს ახლა რო გავაგებინებთ, მიიღებს. მართლაც მოგვატყუებს ადამიანი, გვეუბნებ ეს გაუგებარიაო, ვაგებინებთ და არაფერი არ გამოდის.
ესე იგი, არ იღებს ეს, თუნდაც გააგებინო. და რა არის გაუგებარი? კარგი ისმის კითხვა. ამიტომ ბიბლიაში მე რო ვეცნობოდი და ვეცნობი, შევატრიალეთ შემაში. მან გაუგებარი არაფერი არ არის აპყრობელი ჩვენ რომ არ ვიღებთ ამას, იმიტომ ამის მიღება ნიშნავს შენს გამოსწორებას, შენს აღორძინებას, შენს ურთიერთობას ღმერთთან და შენ კიდე ღმერთის გარეშე იცხოვრო. შენ კიდე რაც მოგეფშვიტინება ის აკეთო. შენ არ გინდა აღიარო ჯოჯოხეთის არსებობა, სამუთხის არსებობა. გეშინია. და ჯობია ეს აღიაროს კაცმა, ვიდრე ბიბლიას დავწამოთ გაუგებრობა და ღმერთს დავაბარალოთ, რომ გაუგებრად გვაწვდის მთელ რიგ სენტენციებს და აბათ ვერ გამაგებინე ღმერთო რა აღარც მომთხოვო მაშინ. და ესეთი ხალხი, რომლებიც ცდილობენ გაუგებრობით დატვირთონ ბიბლია, იცით რა ოპერაციას აქვს ადგილი? ფაქტურად იერიბი გზით ღმერთს ადანაშაულებენ. რატო დაწერესე გაუგებრად? მართალია, თუ გაუგებარია, რას ამთხოვ? დავსვათ საკითხი ესა, კიდევ ვიმეორებ. გაუგებარი კი არა, როგორც გითხარით, გაუგებრობა იმ თვალსაზრისით, რომ აი როგორ შემოვიდა ცოდვა, აი ღვთისშვილები როგორ შევიდნენ იმასთან და გადაცვიდნენ ხალხი ამტკიცებენ, მაგრამ რა? შედეგი ნულია. და როცა მე მიღების განწყობა მაქვს, აი მიღებთ რომ ვიღებ უკვე მაგებინებს. მიღება მაგებინებს. სიყვარული ბიბლიაშია დაწერილი. იმ თავითვე აპრიორი რომ მივდივარ სიძულვილით, იმ განწყობით რომ რაღაცა ვქექო, იმ განწყობით რომ არ მივიღო. ხარი რომ იმ თავითვე ხარიც არ იღებ რა და არ გინდა რა, მაინც არა ეს ჩემი ის. ათესავი ხო? როგორც არაჩვეულებრივი გამოფენის გმირი იძახის. აი ამ თავში, მეშვიდე მერვე თავში თუ არის რამე ისეთი გაუგებარი ტექსტობრივი, ხო, გამიგეთ რომ უკირკიმალოთ, რომ თითქოს და ისე იყო მოწადებული, რომ აი ის მიყიმინდა გამიღება, მაგრამ აბა გამაგებინე რა. ახლა ისმის კითხვა. რა გაგებინო? წვიმა როგორ მოვიდა? 40 დღე? არ შეიძლება 40 დღე, 100 დღე და 190 დღე წვიმდეს რა. ჩემი შექმნილია წვიმა. შენ შექმენი სამყარო. სიცოცხლე შენ შექმენი. რა უნდა გაიგო? შენი შექმნილი არა იმე დაველაპარაკები ადამიანს. რა გაგებინო? დღევანდელი, აი ჩვენი გამოცდილები და ხედავთ რომ შეიძლება წვიმა იყოს 2 კვირა, 3 კვირა და თუ წვიმა შეიძლება 3 კვირა, 4 კვირა და ხანდახან 1 თვე. რატომ არ შეიძლება 1 წელი იყოს? რატომ არ შეიძლება? რატომ არ შეიძლება თოული მოვიდეს იმდენი რომ იყოს 5 მეტრა, 6 მეტრა, 10 მეტრა მიწას, რომ თოულიც კონდენსირებული წყალია. და მე იმედი მაქვს რომ არასოდეს თოული არ იქნება 20 მეტრიანი. ესეთი სიმშვიდითაა როცა მეუნებიან თოულია. მე იმედითაა როცა მეუნებიან წვიმა. ვიცი რომ ეს არ იქნება ისეთი კატასტროფა რომ სამყარო დაიქცეს. თუ აქ მაწვიმს გამოვალ აქედან მეორე სახში შევალ. ერთ ქალაქიდან მეორეში გადავალ. ნახეთ რა კარგი ისაა და მართლაც მთელი ამ ისტორიის მანძილზე დაარღვია ღმერთმა თავის პირობა. აღარ ყოფილა მას მერე წარღვნა. ზოგადად მადლობა მას რომ მისი სიტყვები ყოველთვის სრულდება და არ გადადის. ჩვენ რწმენის წიგნი რო არის ეს, მაშინ რწმენის იმიდან უნდა მიუდგეთ ამას და გონება უნდა გამოვიყენოთ და გონიერება იმის გონიერება რომ რწმენაში რაღაცაში შეეწიოს. წამოწიოს წინა პლანზე, დაგვაჯეროს. და დაჯერება არის ხო რწმენა რომ ჯერა იმ ისტორიული აქტებისა რაც მოხდა. მაგრამ ღმერთი როგორია და რანაირია ახლა ეს ვქეკო, ეს რა ვიცი. იოტის ოტენ ეჭვი არ შემაქვს მე რომ ეგ ისტორიულად არ მომხდარი ფაქტი არის წარღვნაზეა ლაპარაკი ძალიან პროზაულად არის აღწერილი აი დეტალურად არის აი რატო დაჭიდა ღმერთს ასე დეტალურად აეწერა ეს მეშვიდე მერვე თავი და იწყება ახალი უკვე როდესაც კიდობანიდან გამოდის ნოეს ოჯახი ახალი ცხოვრება იწყება ისევ მიუხედავად ამის ადამიანები ისევ ცოდვაში ვარდებიან და უკვე ხედავთ უკვე ბაბილონის გუდოში ღმერთი კიდე წარღვნას ხوار მოიყვანდა იმის გამო რომ ადამიანები გაიხსნა და გათახსირდნენ და დანაპირებს ხო არ გატეხავდა ამიტომ რას აკეთებს თანდათან ავიწროებს წრეს და დაყავს ერთ ოჯახზე ისევ თავიდან როგორც ნოედან იწყება კაცობრიობა ახალი აბრაამი როგორ ცოდვა ესე იგი ბიბლია არის ცოდვის გამრავლება და ღმერთის ცდელობა როგორ ეს გამოისყიდოს და არც ისეთი იდეალური ერი არის ისრაელის ერი რო გადახედავთ მე მის ისტორიას როცა უკვე ჩამოყალიბდება ერად და რო გამოდის უკვე გამოსვლაში რა დღეშია ეს ერი რა დღეში არიან ხედავთ ეს პატარა მასშტაბით კაცობრიობაა დიდი მასშტაბით ჩვენ შევისწავლეთ და წარხოცა ღმერთმა მაგრამ ხელახლა ხო არ და თანდათან გავყვეთ ამ ხაზებს უკვე სამი ვაჟიშვილის ხაზი რო არის სემი ქამი და იაფეთი აი კარგად უნდა დავიმახსოვროთ რომ ესენი მე ერთმანეთს გადაკვეთავენ ისრაელის ისტორიაში რო შევალთ მე და საკუთრებ კონცენტრირება რო ხდება ერთ ოჯახზე მე ერთ ერზე და ერი რომელიც გამოდის ეგვიპტიდან ეს უკვე ისრაელის ერია ან კონკრეტული პირები ისეთი აღარა ჩანს ხო გავიდა 430 წელი და ერთი ოჯახიდან ერთი კაციდან აბრაამიდან
ისააკი წარმოიშვა, ისააკიდან ორი შვილი, იაკობიდან 12 და აი იაკობის 12 არის როცა ერი ყალიბდება ამით და კომპოზიციურადაც ამას ვერ შეედავებით და როცა კაცი ახირებული ეხლა რა ვიცი გაგლანძღავს გაგთათხავს ყველაფერს გაგიკეთებს ოღონდ არ იწამოს ადამიანმა იმავე წუთში ზღაპრად მონათლავს ფილოსოფოსების ნაწერებსაც ზღაპრად მონათლავს ბიბლიასაც თეოლოგებსაც ესეთი ხალხი კითხულობს ბიბლიას და აი იცი რა არის ეს თეოლოგების ზღაპარი არის ფილოსოფოსების ზღაპარი საინტერესო ერთი ადგილი ამ მეშვიდე თავიდან როცა უკვე წარღვნის დასასრული როგორ უნდა გაიგოს ნოემ. მან არის აღწერილი ესეთი რამე რომ მან გაუშვა ყორანი, გაუშვა მტრედი, ნახეთ ერთხელ, მეორედ აი კაი სიმბოლოა ესეც ყორანი, მტრედი. მტრედი საერთოდ ახლა მიჩნეული არის მშვიდობის სიმბოლოდ და რაღაცა ესეთი იმით, წმინდა იმათ. თან კიდე მეორე უწმინდურია. ერთი წმინდა არის, ფრინველი, მეორე უწმინდური არის. ყორანი მაგალითად მე ვკითხულობთ რომ ეს უწმინდურ ფრინველად ითვლება. მიაქცეთ ყურადღება, ყორანი რო გაფრინდა არ დაბრუნდა. ესე იგი, ყორანი ხო იკვებება ლეშით. ის დაუბრუნდა ისევ გამიგე თავის და ლეშის ესე იგი სადღაც უკვე წყალმა ისე დაიწია რომ არ დაბრუნდა ერთი მტრედიც მეორეც გაშვებული აღარ დაბრუნდა ერთხელ რტო მოიტანა ხო ესეც ციგნებს რომ ცოტა გაიფართო დაზრონება კარგი სიმბოლოა ეს ორი ფრინველის ერთი მოწმუნე ურწმუნოსი თქვა ცოდვილი ადამიანისა უცოდველისა ცოდვილი ადამიანი ისევ რომ ცოდვას უბრუნდება აი ყორანი სხვათა შორის ერთმა თეოლოგმა ასეთი მიგნებაზედაც გაამახვილა ყურადღება და არც თუ საფუძვლო ძალიან ლამაზი მიგნება და სწორიც არის ეგ შენრწმენას რაც წაადგა ხო მისი ინტერპრეტაცია არის სისულელე ეს არის ფრანგი დეკონსტრუქტივიზმის წარმომადგენელი ფილოსოფოსი ჟაკ დერიდა არის ლოგოცენტრიზმის წარმომადგენელი და არ ვიცი თუ რაიმე იცით ამის შესახებ რა უცნაური პიროვნება არის სხვათა შორის ებრაელიც არის კაცი ესა და ენებზე დაყავს ყველაფერი ესე იგი ქრისტოცენტრული სამყარო დაიყვანა ლოგოცენტრიზმზე და რომ გაეცნოთ რაიმეს ან ენციკლოპედიაში ან იმაში მაგ გაუცდებით რა ის ლაპარაკობს ეს კაცი იმისთვის ახლა ბიბლია ეს აი ეს ენა გადავარდება იმაში და აი მას რო წაიკითხავს თანამედროვე ახალგაზრდა დრამეს იმავე წუთში მიდრეკილება ცოდვადაცემულ ადამიანს ასეთი პიროვნების მიმართ აქვს და ასე შემოდის მერე ბიბლია იყო ესა და ენაზე რა თქმა ახლა მოჯენა ენაზე როცა ენა არ გაჩენილა ჯერ ადამიანი გაჩნდა ხო სამყაროში ცოცხალ არსებათაგან ეს არის ყველაზე ღირებული და ამას წინ უწრებს დედამიწა და მერე მეოთხე დღეს ვარსკვლავები და ასე შემდეგ ნუ ასეთ ადამიანებს ჩვენ რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ გავაგებინებთ და ჩვენც ტყეობაში არ ვიყოთ ასეთი ნაწერების ზეგავლენა არ გქონდეს რაღაცა ამოკითხულების ზღაპრული იმეებით არ მიუდგეთ და ქართული ხალხურ ზღაპრებს თუ კითხულობთ ან ოსურ ზღაპრებს და ჯადოსნურს და ეს არის გაჯერებული თქვენ ცნობიერებაში ამას თქვენ ზღაპრად აღიქვამთ უკვე ამ დროს ეს ძალიან რეალური სურათი არის რა ცოდვადაცემის შედეგად კაცობრიობა უნდა დაისაჯოს და ერთი ოჯახის ისტორია აღწერილი კიდობაში გატარებული თითქმის ერთი წელიწადი რა თუ მიაქცევთ ყურადღებას ამას დეტალურად ეგ თავი თქვენ რომ ამოწეროთ და ამუშაოთ არ გაწყენთ რომ გაიგოთ ყველაფერს დაღეჭვა ხომ არ შეიძლება რომ თქვენ რწმენას უნდა წაადგეს ეგა და ეს კიდობანი არის ხსნის კიდობანია სხვათა შორის ეს წინასახეებითაც შეიძლება ვიკითხოთ ბიბლია და უფრო მეტად გაიმდიდროთ თქვენ ინტელექტი კარგია ხო რა ინტელექტუალურად ალაგებ ამას ლამაზი ეს და მე სახელებზე ჩვენ ხო ვთქვით სახელები როგორი ინფორმაციის შემცველი არის ნოეს სახელი მისი სამი შვილი და სხვადასხვანარჩენი აღარ მოიხსენიება იქ მათ რამდენი შვილი ყავდა როგორ ყავდა გაკვირწერია რომ ყავდა ქალიშვილებიც შვილები ბევრი ჩვენ არ ვიცით რამდენი ამას ხომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როდესაც ჩვენ ვეცნობით ღვთის წერილის და ეგ ღმერთია დაწერილი და მთავარი მოქმედი გმირი არის ღმერთებად და ცოდვადაცემული ადამიანი როგორ გაურბის ღმერთს მუდმივად და ეს კიდე მუდმივად ეძახის მოდი ცუდად ახარ მოდი და გარკვეულ დრომდე და მე უკვე შენინები წახვალ ჯოჯოხეთში ხო ამ ხმხრივ საინტერესო არის წიგნი კაცობრიობის ბედიღბალია გადმოცემული კაცობრიობის გაჩენა არის აღწერილი როგორ შეიქმნა სამყარო რა პირობებში იყო სამყარო გარიჟრაჟზე მე რა მდგომარეობაში ჩავარდა რატომ მოხდა ის რაც მოხდა რომ დედამიწამ დაკარგა პირველად ის სახე ფორმა შეიცვალა წარღვნის მერე გახსოვდეთ ესეთ რამე რომ დედამიწამ დაკარგა ესეთი ისა დაიხარა ოდნავ წარმოიშვა წელიწადის 4 დრო გამყინვარებული ისენი წარმოიშვა კლდეები მთები აი გონია რომ რა ლამაზია ეს არის ცოდვა დაცემული დედამიწის სურათებს ხედავთ ახლა ჩვენ მიანები რო იყო სადაც ყინვა არ იყო ყინულოვანი ოკეანეები არ იყო კონტინენტები არ იყო დაშორებული
არ იყო გახლეჩილი ეს კონტინენტები, იყო ერთიანი, ხმელეთი ცალკე იყო, ზღვა ცალკე იყო, ზღვა რო უწოდა. აღწერილი. მართლაც რა კარგი იყო ეს ქმნილება და რა მოხდა ისეთი რომ დამახინჯდა ყველაფერი და ბუნებრივია, წარღუნამ ისეთი ზემოქმედება მოახდინა, რომ ფორმა შეიცვალა, დედამიწის ზედაპირმა. ფორმები შეიცვალა. ისევე როგორც ძალიან ძლიერი ნიაღვარი თბილისში რო არის. მეონგრეულია სულ ყველაფერი, ზოგან ჩაიწია მიწა, ზოგან ჩავარდა, ზოგან ამოიწია და ერთი წელი რომ წყალი არის და ამდენი მასა. ეს რა ადამისა და ევას დროს იყო? ელბრუსი და ევერესტი? არ იყო ესეთი კლდეები. მაზია და ეს ყველაფერი არის კვალი წარღვნისა. წარღვნის შედეგი არის დღევანდელი დედამიწის სახეზეა, ვისაც ეს არ შეუძლია ეს შეხედვა. ის ახლა იმას ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ. და ჩვენ ეს ვხიბლავს, ხომ? რა ლამაზია ხო აი? ცოდვის შედეგად დეფორმირებული მიწა რა ლამაზია. ხა წარმოიდგინეთ რა ლამაზი იქნებოდა წარღვნამდელი მიწა, დედამიწა. ძალიან ლამაზი იქნებოდა, ხო? არ არის აღწერილი. უბრალოდ ერთი სიტყვა არის, მანდ კარგია რო იწახიან, ხო? და იწყება ყველაფერი თავიდან. ძალიან, იგი სრული, ვთქვათ, იმედით და იმ რწმენით, ღმერთი ესე უშვებს, რომ იქნებ ჭკუა ისწავლოს კაცობრიობა. მიუხედავად ამისა, რა ხდება უკვე, ჩვენ კარგად ვგებულობთ აი ამ სამი შვილიდან, როგორი შვილები არიან ესენი, სემი, ქამი და იაფეტი. მერე მაგათი ჩამონათვალი არის მოდგმა ერთისა, მეორისა, მესამე, შტორო ქვია და გენეალოგია. სემის, ქამის და იაფეტის. და უკვე ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ უკვე ერთ პიროვნებაზე, ხო, ევერი და აი იქნა სემიტური ტომი და თანდათან მოვდივართ ეკა და ვიწროვდებ ეს და საინტერესო გმირებით შემოდიან. ორი ღმერთი. მან ისტორიული, ტოპონიმური, აი ისენიც არის, ხო, ტოპოგრაფიული ადგილებიც გვხვდება ჩვენ და უნდა ვიცოდეთ ესეც. აი არარატი პირდაპირ მოხსენებულია. ნახეთ ბიბლიაში მოხსენება დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, მთა არარატი, ხო, სომხებსაც რო მიჯნაზე არის. აი კიდობანი შეჩერებულა ისტორიული კონკრეტული აი ამ ადგილზე, ეს ცენტრია მაინც ეგა. და მანდედან დაიწყო ისევ ჭირი მოგჭამათ. ეს უკვე დროშას თუ შეიძლება ესტაფეტას იღებს ნოე და ახლა ვნახოთ ნოეს შეცდომები მოძდეს თუ არა. რა იმართება ნოეს იქა, რო დათვრება. უკვე აქ ხვდებით მე-9 თავში, უკვე მე-9 თავზე რო გადავალთ, აქ პირველი ხელშეკრულება იდება, თქვა სახელმწიფო მოწყობის შესახებ პირველად რო იდება ეს, აი აქ ეყრება საფუძველი ენების აღრევა. ესეც ერთ-ერთი რთულ ადგილად ბიბლიაში მიჩნეულია და მოგეხსენებათ სკეპტიკოსები ჩასაფრებული არიან ასეთ ადგილებს, რომ იქიდან კომბლებით და აი თუ ეს რო ეს არ შეიძლება მოხდეს. ყოვლის შემძლე ღმერთს ჩემის ღრმარწმენით ყველაფერი შეუძლია. ამიტომ მე აპრიორი იმთავითვე ყოვლის შემძლე როა ღმერთი, ჩემთვის ეჭვი აღარ გულშიდაც კი. სხვადასხვა მართლა გეტყვით, არ გატყვევთ არასოდეს არ მომდის კლაუზენური კითხვები. ხო, წავიდა დრო როცა კლაუზენიკური კითხვებს სვამდე. ხო, არის რა ადამიანში არის კლაუზენიკური კითხვები, გასართობი კითხვები. ვიტყვი თუ ვიტყვი რამეს, ან იუმორისტული იმით გავაჯერებ, ან კიდე ვიცი რა დატვირთვა აქ ამას. არ არის სიტყვა ისე, ეს რატოა, ისა ჩავფიქრდები, ვსწავლობ ხომ, გებულობ, მაინტერესებს, რა დონის გაგებაზია ლაპარაკი, ამა თუ იმ, არათუ ბიბლიაზე, ამა თუ იმ ფილოსოფოსი რო წერს ბიბლიის გარდა, გარეშე, საერთოდ მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, თქვათ ფილოსოფოსები, ესენი არის ღმერთის გარეშე, ღმერთის გარდა, შეიძლება, ну არა, ღმერთის გარეშე, ღმერთის გარეშე წერა. ღმერთი არ არის და წერ რაღაცებს. წერ ფილოსოფოსები ეგენი არიან. ეხლა მე უნდა წავიკითხო ეს? წავიკითხე. აი, გაუგებრობა იქ არის თუ არის. ვერავინ ვერ მეტყვის რომ ჰაიდეგერი ესმის, დერიდა ესმის. ვერავინ ვერ მეტყვის. აი იქ არის გაუგებრობა. რომც გაიგო წინანდადებები. ეხლა მოდის კითხვა, რა ამით რა? მაგალითად, გავიგე ბატონო რომ ეს არის. ლოგოცენტრის. რა? ამით ჩემ პრობლემა გადაილახება? გავიგე ბატონო ენის რაღაცები, აი ლინგვისტიკური, სოციური იყო ასე ფრედერიკ ფერდინანდ სოციური ეს შვეიცარიელი ლინგვისტი არის და იქიდან გამოდის მე დერიდა და ისინი აი გადახედეთ ნახეთ რამდენად წინ წლებში მომხიბლელი ტიპები არიან მოდერნიზმის ისინი არიან ავანგარდისტები ისინი როგორ გადაგებლები მოდერნისტული აზროვნება რას ნიშნავს უახლესი აზრო ეს არის მცდელობა ადამიანის გაჯანსაღებისა გაჯანსაღების მაგალითად მივიღეთ გაუარესება ესეთი მცდელობა იყო თავის დროზე კაინის დროსაც რომ ღმერთის გარეშე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და მცდელობა არის ჩვენი უკეთესი გარდაქმნათ ჩვენი მორალი ჩვენი ზნეობა ჩვენი სამყარო მაგრამ მიაღწიეს რამე რა უამრავი თეორიებია მიაღწია რამე მარქსმა გააჯანსაღა საზოგადოება ინდივიდუალურად თქვენ გაჯანსაღდებით თქვენ თვითონ ვერა თუ ცოდვა დაცემული ადამიანი ხარ და თან
არ აღიარებ ამას და ღმერთის გარეშე ცხოვრობ. როგორ უნდა გახდე უფრო საუკეთესო ადამიანი? მე არ მესმის. კეთილის კეთებით? ჩაატარეთ ამით, აკეთეთ რამდენიც გა. მაინც უდათ იქნებით, მაინც შეწუხებული ხართ, მაინც დაავადებული ხართ, მაინც ბერდებით, მაინც კვდებით. შეაჩერებთ სიკვდილს მაგით? და მცდელობა რა არის? კაცობრიობისა, მეცნიერებისა და მოაზროვნეებისა რა არის მცდელობა? ადამიანი გააუკვდავონ. ვინმე შეძლო ეგა? იმდენი ჩხაპნა დერი დაიქნება თუ რაღაცა 74 წელზე წაიქცა მოკვდა. იმის ეგნებს ახლა ალბათ 1-2 კაცი თუ კითხულობს ისიც ფილოსოფიის ფაკულტეტის კრეტინები თავიანთი სტუდენტებს ეგენი არ ჭირდება და არც ერთ ახალგაზრდას ეს აკითხული არა და არ ჭირდება. ხო, იმიტომ რომ მან ხსნა რო იყოს. ხო, იცი ყველა ეტაკებოდა მაგას. ხო, არ შექმნილა მაგალითად ეკლესიები, სადაც ფილოსოფიური ლიტერატურას ან წიგნებს კითხულობდნენ და აბცელებია, ხო? იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი. საფუძველი ხო ამას აქვს და ამის მოსედან და აბრაამიდან იწყება ბოლო-ბოლო ეს ხომ აბრაამიდან. მაგრამ არც ერთი ორგანიზაცია არ არის შექმნილი ისეთი, რომ ყოვლის მომცველი იყოს და ქადაგებდეს პლატონს, პლოტინს, დერიდას. ესეც ხომ უცნაურია. ან არის ორგანიზაცია შექმნილი, რომ ფიზიკას ქადაგებდეს? რა მე ფიზიკა? აი, რას მივახცია ფიზიკოსმა? აი, ფიზიკაში აი ვისწავლე ფიზიკა. სად არის ხსნა? სად არის სიკვდილის შეჩერება? სად არის იბერის შეჩერება? ჩვენ ხო ეს გვაწუხებს. ხვდებით? აი ბიბლია გვეუბნება. არის ხსნა და ეს არის წიგნი გამოხსნაზე, სიკვდილიდან გამონთავისუფლებაზე. და ახლა კაცი როცა ამას არ დაიჯერებს და უჩხერი კედელებს, ეგ უკვე ძალიან ადვილი იგივე ბიბლიიდან შემიძლია პასუხი გავცე, რომ აი სატანა არის ჯერ არ არის დაბორკილი, არ არის დასრულებული, არ არის ეს პროცესი, დასრულებული არ არის. დასრულდა ღმერთის სიტყვა, გეგმა, მაგრამ გამოვლენა არ დასრულებულა. დასრულდა ეს საქმე აი ბიბლიის სახით დასრულებული. ეწევა და ელოდება. ეგ აღწერილია ბიბლიის უკანასკნელ თავებში. და სანამ ეს გამოვლენებას აქვს ადგილი და გამოვლენება არის სანამ დედამიწა არსებობს, ბუნებრივი აქ იქნება პრობლემები. და არის კიდევაც პრობლემა. ნახეთ რამდენი პრობლემების წინაშე ვართ დღეს 21 საუკუნეში. ხო, ვინ იტყვის რომ საუკეთესო პირობებში ცხოვრობს რომელიმე სახელმწიფო და მოქალაქეები. აი ვინ იტყვის, ვის შეუძლია თქვას? მე ვერ ხედავ ხომ სამართლიანობას. მე ვერ ხედავ ელემენტარულ პრობლემის მოგვარებას. მე ვერ ხედავ გაჯანსაღებას მოსახლეობისას. არის საშინელი დაავადებები. გავსე ვერ ხედავ ხლა ფიზიკაში ხსნა არ არის, ქიმიაში ხსნა არ არის, ბიოლოგიაშიც ხსნა არ მაქვს. კი ვისწავლეთ ბატონო ეგა ბიოლოგებიც ყავს და ფიზიკოსებიც, მაგრამ რა. ამიტომ ჩემთვის ეს არის ერთადერთი სარწმუნო წყარო და თქვენთვისაც მე მგონი ეს იმედის მომცემი უნდა იყოს თუ ეხლა ამაზე მედიტირება არ ხდება ვიყოთ. და საერთოდ ბიბლიაში რაც მოჩვენებითი წინააღმდეგობაა, აი ეს დავეხმაროთ ერთმანეთს და ეს ავაღებინოთ. და დავეხმარეთ და აბა ერთად შევუტიოთ სატანას. ჩვენ ახლა რაც გავაკეთეთ, სატანას შევუტიეთ, რომელიც დაბნეულობაში შეიძლება შეიყვანოს თითოეული ჩვენთაგანი. აი გავერთიანდით ჩვენ და სატანა მოვაშოროთ რა აქედან კაცო. წარღვნის დროს და უყურებთ ამ იმას და მაინც არ ჯეროდათ. არ ჯეროდათ და ასეთი ადამიანის ბუნება რასიზმ ახლა ეგ ცოდვა იმის ცოდვა არის რომ მიდრეკილია შენი გული ცოდვისაკენ სატანასთან უფრო ხარ ვიდრე ღმერთთან.